გამარჯობათ, მეგობრებო, დღევანდელ პოდკასტში უნდა წარმოგიდგინოთ ბატონი დავით ინანეიშვილი, რომელიც გახლავთ უსაფრთხოების და მედეგობის ექსპერტი, 30 წლიანი გამოცდილებით და მაქვს ბედნიერება, რომ მეც და თქვენც ვესაუბროთ ბატონ დავითს ისეთ საკითხებზე, რომელიც ციფრულ სამყაროს ეხება, მაგრამ დავკონკრეტდებით ძალიან ბევრ მიმართულებაზე. იმ ფარგლებში რა შესაძლებლობასაც მოგცემს ცხადია დრო და დიდი მადლობა დავით თქვენ შესაძლებლობისთვის და უნდა დავიწყოთ საუბარი ისეთ თემაზე როგორც არის ციფრული სახელმწიფო, ციფრული სუვერენიტეტი, მედეგობა, უსაფრთხოება. ეს ძალიან თითქოს ისეთი თემები არის, მაგრამ ჩვენი მაყურებელი კარგად არის ინფორმირებული ამ მიმართულებებით და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება სურს მათთვის ამ თემებზე. რას წარმოადგენს დღევანდელი მედეგობა, რა არის დღევანდელი ციფრული უსაფრთხოება და უკვე შემდეგ ჩავშალოთ რაღაცა საკითხები კიდევ უფრო ღრმად. გამარჯობა გიორგი, მივესალმები თქვენს მენელს და მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. მედეგობაზე ბევრი მიფიქრია, ხო თქვათ, იცით რა არის ესეთი ცვალებადი, როგორც ჩვენი სამყარო ტრანსფორმირდება, ყველა თაობაში მედეგობას რაღაც სხვა დატვირთვა ქონდა ალბათ. ეხლა მსოფლიო ომის დროს გადარჩენაზე ხარ, იქ სხვა თემები არის, რეალურად ჩვენს უსაფრთხოების სფეროში იყო უფრო ბიზნეს უწყვეტობა და თქვათ უსაფრთხოება, ხო, იცავ საფრთხეებისგან და რაღაცა ინციდენტი დიდი რომ მოხდეს, მზად ხარ. მედეგობა უფრო ჯერ შემოვიდა მარკეტინგულად, ხო, თქვათ, იმიტომ რომ თქვათ, იგივე მართლობა ორგანიზაციის თუ სახელმწიფოსი ეს ბიზნეს უწყვეტობა IT-ზე, უსაფრთხოებაზე იყო გადაბარებული, რომ უკვე აქედან ხედვა სახელმწიფოდან რომ შენს მენეჯმენტის თუ შენს პასუხისგებელი ხარ, ხო, თქვა და ერთლიანად სერვისმა იმუშაოს, ქვეყანამ იმუშაოს და მედეგობა არის უფრო აქეთ, მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი დატვირთვა მიიღო, რაღაც ცვლილება დღევანდელობამდე იყო კოვიდის დროს, რა. კოვიდის დროს ნამდვილად აღმოჩნდა, რომ თურმე ეს მედეგობა სიტყვები კი არ არის, ჩვენი თაობისთვის იყო ერთ-ერთი ისეთი მატრიგერი, როდესაც მან იყო რომ პერსონალურად შენ არ უნდა გადაიწვა. შეიძლება ახლობლები არიან ახლა იმ წუთში საავადმყოფოში, ხო თქვათ, კარანტინები და ცუდი დრო იყო რა. ამ დროს კიდე უნდა იფიქროს ხების მედეგობაზე. იმაზე კიდე სერვისმა იმუშაოს, ხო თქვათ, ამ ყველაფერმა ერთად, ხო თქვათ, აღმოჩნდა ნაკლი რომ თურმე ერთმანეთზე უფრო დამოკიდებულები ვართ. უცებ პანდემიამ გადაკეტა, გადმოკეტა და მათ კიდე ციფრულ მედეგობაზე უნდა იფიქრო, რომ თქვათ ადამიანის სახლიდან VPN-ი როგორ გაუკეთო და ლეპტოპით როგორ იმუშაოს, ხო და რავი, ახლა მოდიში ცოტა ესეთი შესავალივით, მაგრამ რეალურად მედეგობა არის, რომ რაღაცა თქვათ, მზაობა რაღაც დიდი ინციდენტებისადმი, მე მათზე რეაგირება, მაგრამ უფრო შორს მიდიხარ, რომ lessons learned რო იტყვიან, უფრო სწავლობ და უფრო იქითაც რომ მიდიხარ, ადაპტირება და როგორც, თქვათ, competitive advantage ბოდიში ინგლისურ ტერმინებს ვიტყვი, ხოლმე მიჭირს უცებ თარგმნა. უფრო როგორ უკვე გემი არ მხოლოდ გადარჩეს ჩაძირვას, არამედ ჩემპიონატიც მოიგო და პირველი იყო, ხო? ეგ არის მედეგობა დღევანდელი. გავჩერდები თუ რამე კითხვები არ გაქვთ, შემიძლია მიყვარს ეგ თემა. არა, ეს სინამდვილეში ძალიან საინტერესო რაღაცა არის, იმიტომ რომ ამას ადრე მე როგორც არაკიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი და ზოგადად ამ საქმის ნაკლებად მცოდნე ისე ვიტყვი, რომ ბევრი არ ყავდა სპეციალისტი და ბევრი არ ვიცოდით, ხო? ჩვენი რაღაცა ცნობიერება თუ ცოდნა შემოიფარგლებოდა რაღაცა ძალიან ზედაპირული ამბებით. მაგრამ ვიღეთ მერე უკვე ისეთი ცნობილი მაგალითები, ხო? 2007-ში ეს კიბერთავდასხმა ესტონეთზე, მე 2008 ჩვენი ამბავი და ასე შემდეგ და მე როგორც ამ თემის ასე ვთქვა, ხო, რო ვაკვირდები, ხო, ამ კუთხით ვაკვირდები ამ ყველაფერს. ციფრული სახელმწიფოები, სახელმწიფო არის ციფრულიც უკვე, არ არის რაღაც მარტო გეოგრაფიული
ეკონომიკური საზღვარი არის ციფრული სახელმწიფოს და მას გააჩნია ციფრული სუვერენიტეტიც, ხო? როგორც არ უნდა ჟღერდეს ვიღაცისთვის, რომელიც ამ საქმეში ჩახედული არ არის, ეს არის ფაქტი. და მე მინდა გთხოვოთ, რომ აგვიხსნათ ეს ყველაფერი და აგვიხსნათ ის რისკებიც, რომელიც ციფრულ სახელმწიფოს აქვს ხოლმე და ის საფრთხეების, ასე ვთქვათ, გამოწვევებიც, რომელიც გააჩნია ციფრულ სუვერენიტეტს. და ამისი მაგალითებიც რომ მოგვიყვანოთ, იქნება ძალიან კარგი. ნუ ჩვენ ვთქვათ, საქართველოს და უფრო ევროკავშირთან, ახლა ამერიკა სხვადასხვა ქვეყნებთან მიმუშავია, მაგრამ უფრო ევროკავშირში კომფორტულად ვარ, საქართველოსთანაც ზოგჯერ პარალელებს ვავლებ, ხო ვთქვათ? ანუ იმიტომ რომ ჩვენ კი ვართ ციფრულები, მაგრამ ნუ შედარება არ არის. ამიტომ და თან მაყურებლების როლში ვართ ახლა ვთქვათ ამ თემებში. ევროკავშირის უფრო შემდგარია გინდა ეს IoT-ს რო ეძახიან, ეს ჭკვიანურ ქალაქები, ხო ვთქვათ. ანუ აქ ენერგეტიკა გადაბმული თუ ტელეკომი თუ ინფრასტრუქტურა, ამის შესაბამისად ზიანი არის უფრო გლობალური, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში რაღაცა კონკრეტული უსიამოვნო შეიძლება მაქსიმუმ რეგიონალური ზეგავლენა კონდეს და არა გლობალური, ხო ვთქვათ. აქ ძალიან დიდი დატვირთვაა და ციფრული დამოუკიდებლობა აი წამოვიდა ჯერ ფრთხილად, ხო ვთქვათ, და ყოველთვის მაგაში ტრადიციულად პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემები იყო, აი GDPR-ი ეგეთი ცნობილი data protection regulations ევროკავშირის, რომ აი ევროკავშირის მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია უნდა დავიცვა. ხო და მე ნუ იქ მიდის, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ხო უფრო წამოვიდნენ რომ ახლა თქვათ იცით რა არის აქ ორი ის არის ხო რისკი და შენი თავი ხო ანუ თქვათ ჩვენთან აი რისკის კულტურა რო არ არსებობს საქართველოში ხო ცოტა რთულია ნუ ასე ვიწყებ ხოლმე საუბარს რა რომ ნუ ერთია რომ შენ ზდი შენს იმუნიტეტს ხო თქვათ რა მნიშვნელობა ვისგან და როგორ ხო ეს control driven რაღაცა არის რისკები ხო ანუ ეს რისკების სურათი წარამარა იცვლება ხო ხან რუსეთი გიტევს ეხა ბელარუსი შეიძლება იყოს აგერ ვიეტნამი ძლიერდება იქ შეიძლება ნუ აღარ დავასახელებ მეგობარ ქვეყნებს ასე შემდეგ ნუ ეგ არის რისკების თემა ხო თქვათ რომ უყურო საფრთხეების ანალიზი ასე შემდეგ აი შენი იმუნიტეტი და ამ იმუნიტეტში ხო რაც უფრო ციფრულზე გადიხარ მე აღმოჩნდება თურმე იგივე აი მოვიდა ის რა ქვია იმას ტრამპი ხო თქვათ და რა დაგიწყო ლანძღვა მუქარა იქნებ კიდე იგივე არ მინდა ხო ვენდორები მე ახლა ხელს ვერ დავადებ ვერავეს მაგრამ როგორც ვენდორი ნუ ვალდებული ხარ მინიმუმ ოფიციალურად თანამშრომლობ ჩვენს ქვეყანასთან ხო თქვა ანუ რეალურად აღმოჩნდება რომ თურმე ვენდორებს შენ არ აკონტროლებ აი მთელ ტექნოლოგიების შენი არც ერთი ყოფილა თითქმის ტექნიკა შემოდის მასიურად რავიმე ჩინეთიდან თუ რაღაციდან ხო თქვა და საყოველთაო ცნობილი ფაქტია რომ ჩინეთი ყველგან ზის, ხო, თქვა, და სხვადასხვა მეთოდიკა აქვს იგივე ჩინეთს, ირანს, რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას, მან დრო შეადარო, ხო, თქვა, აქვს სხვადასხვა ინტერესები იგივე ევროპაში, რა. ზოგი დისიდენტებს დაძდებს, ზოგი რაღაც ოპორტუნისტულ თემებზეა, ზოგი ფულის შოვნაზე, როგორც ჩრდილოეთ კორეა, მაგალითად, მოსაპარათ არის კრიპტოების თუ რაღაცა ბიუჯეტს ავსებენ პირობითად. ხო, თქვა და ანუ ამაში ხედავ რომ შენ რაზე უნდა დაეყრდნო ხო თქვათ რომ აი ამას მაინც ვენდობი სხვა შევს გამახსენდა 9 წელს წინანდელი ინტერვიუ ზუსტად მაგ თემაზე რომ გავჩერდი იმის მე მგონი ეგეთი ინტერვიუები ტელევიზიაში აღარ ქონია და აი 9 წლის შემდეგ ისე ვიქავართ რა აი ეგ თემა იყო რა და ამიტომ გადაწყვიტეს რა უფრო აქტიური როლები ეხნო აქაც არის ევროკავშირის რაღაც საერთო თემები არის რაღაცა მაინც პერსონალური ეგოები, აი თქვა გერმანია უფრო მაგარია თუ საფრანგეთი, თუ ასე შემდეგ. ეს ჭიდილი სულ იყო, ისტორიული ჭიდილია ახლა მაგას. ხო, ნუ კი ბატონო. ამიტომ გერმანია ახლა აქტიურობს თქვა ახლა ერთ-ერთი ახლა მე ძალიან იმებში შეიძლება დეტალებში ზოგის არ ჩავიდე, იმიტომ ნუ რა NDA-ები და შევეცდები რაც ღია წყაროებიდან არის, ხო, ინფორმაცია თქვა გერმანიამ 2 თვის წინ გახსნა მიუნხენში პირველი AI გიგა ქარხანა ევროპაში რა. ნუ ეხლა მაგათ მათ უფრო სლენგი აქვთ ის სლოგანი აქვთ ბოდიში პირველ ყველაფერი გერმანიისთვის.
ну თუ დარჩება კიდე დანარჩენი ევროპისთვის, იმიტომ ელემენტარულად გერმანიაში იმდენი მსხვილი მწარმოებელი თუ ორგანიზაცია, რომ მხოლოდ შიდა ინტერესებსაც კი არ ეყოფა თქვა ასეთ თემა, მაგრამ დაიძრა რა ეს თემა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტზე შეგვიძლია ეს დიდი თემა, მაგრამ აი ეს მოდი ჩვენი მაინც იყოს, სადაც აი ალგორითმი სად იქნება, თქვა პირობითად, ხო, თქვა მონაცემისა დამუშავება, ასე შემდეგ, ну ეს არის პირველი ცდელობა. მე მოდის რომ ეხა ქვევით ჩავალთ თუ ზევით ჩავალთ რა, ანუ ზევით რო წავიდეთ, ხო, თქვათ, ახსნი ლეერულად საუბრობ, ხო, თქვათ ბოდიში, ანუ ჩვენთან არის აი Excel-ი, data, ადამიანი, აი ესე მაქვს აწყობილი და ანუ ზევით რო წახვიდეთ, თქვათ, საფრანგეთმა პირობითად აი ამ Teams-ში და Zoom-ებში რო ვლაპარაკობთ, ეს მთავრობა თეორიულად ვინ გვისმენს? ხო, თქვა, და აქ დისკომფორტი. ხა პირდაპირ შეიძლება ამერიკას ხელი არ დაადონ, შეიძლება სხვა ვიღაცას, ხო და დაიწყეს რაღაცა თავის პლატფორმის განვითარება, ვიზიო ქვია. რაღაცა და თელ თავრობას ხა დაევალა, გადადიან Teams-ებიდან და Zoom-ებიდან გადავდივართ, რაღაცაში მაინც კომფორტი იყოს, რომ უსაფრთხოდ საუბრობ. ბრაუზერები დაიწყო ხა ჩვენ ხა აი Chrome, Edge თუ რაღაცები არის რა და დაიწყეს მაგალითად ესეთი კვანტი არის ეგეთი, რომ მარტო ბრაუზერი კი არ არის, ბრაუზერის უკან აი ჩვენო ინტერნეტში შევდივართ. მან არის კიდე search engine-ებს ეძახიან. რეალურად ძრავა რა არის ამ ბრაუზერის უკან. ბრაუზერი არის ინტერფეისი, უხეშად თქვა, ხო თქვა. შიგნით კიდე რა არის? ამ ძრავებსაც აი კვანტი იძახის მაგალითად, რომ მე არაფერს არ ვხედი, ისე ყვები. ხო და რომ აი თქვენ რასაც დასურჩავთ ეს search engine-ი, ყველაფერი დარჩება ევროპაში. თორე Google-ს ეხლა მე ვწდიდი ხო, ეხლა user იმებს ჯერ ვერ შეედრება რა. Google-ს ჯერ არ მოგიწერია და უკვე პასუხობს რა. აი ძალით რო არასწორად კითხო და კიდე რაღაცებს გირჩევს, ხო? აი ჩაგითრებს რაღაცა კომფორტით. მაგრამ იმის უკან ვინ დგას, ეხლა შეიძლება თქვა რომ მისმინონ არ მისმინონ, ეგ მოდით ეგ სხვაგან წავალთ, მაგრამ ნუ რეალურად ეგ თემა არის რომ ზევით მიდის აი სუვერენიზაცია, ხო თქვა, მოდი ცოტა ევროპული, ევროკავშირული და რაღაც იძახით და არა, ზუსტად მაგეთკენ მივდიოდი რომ ანუ ყველა ცდილობს რომ საკუთარი კონდეს, ანუ არ იყოს სხვაზე დამოკიდებული. ევროკავშირი იყოს თავის თავზე დამოკიდებული, შეერთებული შტატები თავის თავზე, ირანი თავის თავზე, რუსეთი თავის თავზე, ასე შემდგომ. ირანს ცოტა რუსები ეხმარებოდნენ, აზერბაიჯანს ისრაელი ეხმარება, იქ ვიღაცას ხა მე სამთელი არ მეჭირა, მაგრამ ნუ თუ აი ბიზნესში როგორ არის, იცით რომ არის მიდგომა რა, buy build borrow რა, რაღაც capability გჭირდება, შესაძლებლობა, რაღაცას უნდა აშენება წლობით. რაღაცების არის. ზოგჯერ უბრალოდ უნდა იყიდო. აი ყიფჩაღები მოიყვანო, ან რაღაცა ხო ქნა, თქვა, როგორც აზერბაიჯანის შუბო და ისრაელის რაღაც აიღებ, მე დაძდებ ჟურნალისტებს თუ ვიღაცას, აი მის მაგ პროგრამის დამწერი არ ახარ რა. ხო თქვა, რა, იყიდი და დაახლოებით ან იქი რა, ვიღაცასთან ითანამშრომლებ. აი ხა ქვევითაც რო დავასრულო ეგ თემა, ანუ ზევით წავედი მონაცემები, Teams-ები, რაღაცა კოლაბორაციები, ასე შემდეგ. ქვემოთ უკვე წავიდნენ თვითონ აი უშუალოდ რკინაზე რა. აი software რაღაცაზე, აი რას ვიძახი რომ თქვა სახში ხო გიყენიათ რაღაცა რუტერი, რაღაცა მოდემი, რაღაც ის არის, ხო თქვა და ეხა ეს მარტივი მაგალითებია. ან ვისი წარმოებულია, ან ვისი გაკეთებულია, ან შიგნით რადეებს, ან აი ეს თემები რომ ამ მაგაზეც ხო უნდა დაყნობდით ვიყოთ, ხო თქვა, მთელი იმაზე გაჩინელებულია და მე არავის არაფერს ვერჩი, მე უბრალოდ ვიძახი ფაქტებს, ხო? ეს უფრო წინ იყო შტატებში თავის დროზე, ну, ეხა ევროკავშირიც დატრიალდა, არის ეგეთი cyber resilience აქტი არის ევროკავშირის, რომელიც აი უკვე არეგულირებს, აი თქვა იგივე აი რაც ახლა თქვი, ხო, აი რა რისგან შედგება. უფრო შორსაც წავიდნენ სუვერენობაში, რომ ეხლა არის ზოგადად სახელი არ მახსოვს, European Chips Act, ჩიპების. ანუ აი ამ ყველაფერში კიდე ნახეს, რომ აი თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა რესურსებზე ბრძოლა რო არის, ну რაღაცა იქნებ რაღაც ჩვენი ევროპული ჩიპებიც გავაკეთოთ რა. ხო, აი უფრო იქით მიდიან. ანუ ზევით უფრო ალაგებენ ორგანიზაციულად ამ მედეგობას, არის კრიტიკული critical entities resilience ეძახიან, რომელიც კონცენტრაცია უფრო ფიზიკურ
და აი ესეთ უსაფრთხოებაზე, ყველანაირ რისკისგან უსაფრთხოებაზე მიწვის რა იქნება თუ ის ჩრდილოეთ კორეა გიტევს თუ ასე შემდეგ, ეგ არის cyber critical emergency entities resilience body-ში, არის მაგის კიბერის ანალოგი, ჩათვალეთ, გავამარტივოთ NIS 2 და ეს ორი რეგულაცია, რომელიც უკვე მე გადადის კანონმდებლობებში, ანუ რეალურად აი მედეგობის თემას, ორგანიზაციულს, ოპერატიულს, ასე შემდეგ უკვე ალაგებს ქვეყნების მე უკვე კანონმდებლობის დონეზე. დაახლოებით ეგ თემა. კიდე შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ თქვენც რა თქმა უნდა, ხო დარწმუნებული ვარ, ახლა ეს თქვენი სამყარო არის და მე მინდა რომ რაღაცა ისე გადმოხდათ თან ხიდები გავაკეთოთ, აქეთა რაღაცეები იყოს. როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი? თქვენ COVID-ი ახსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო და ასევე მნიშვნელოვანი პერიოდი არის 2022 წელი მაგალითად რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მან როგორ იცვლება და მაგისი შედეგები როგორი არის ახლა? რას უხედავთ? აი გარდა იმისა, რაც უკვე ისედაც ხა ყოველთვის ცნობილია ეს დრონიზაცია, ხელოვნური ინტელექტიზაცია, ხო თქვა, ანუ ძალიან ბევრი ომის ექსპერტი არ გახლავთ მართლა, ნუ შევეცდები იქ არ ვიყოთ, რომ შეიცვალა ახლა თქვა იგივე ომის წარმოების თქვა მეთოდები, ხო თქვა და ტაქტიკები. მან და არა ჩემზე უკეთეს ექსპერტებს ნახავთ და უბრალოდ რა კიბერთან და ციფრულთან დაკავშირებით მინდა რომ თქვენს გაშალოთ რა ძალიან იმიტომ რომ ინტერვიუებს ბიჭებთან რომლებიც ფიზიკურად არიან იქ და ფიზიკურად იბრძვიან მაგრამ აი ეს სამყარო თქვენზე კარგად მე მგონი არავინ არ იცის და მინდა რომ რა ცოტა დრო დაუთმოთ ამ თემას რა შეიცვალა რომ თურმე აი როგორ გითხრათ ესეთი რეალურად ჰიბრიდული შეტევები, ხო თქვა და ჰიბრიდული საფრთხეები ასე მასიურად ჯერ არ ყოფილა, ხო თქვა, იგივე აი თქვა შეიძლება დღეს ენერგეტიკას დაარტყან, ხვალ ამავდროულად ინტერნეტი გაგითიშონ, ზეგ ტელეგრამი თუ რაღაცა გაგიტახონ და მან შეიძლება რაღაცები თქვა მასიური დეзинფორმაცია წავიდეს და მან აღმოჩნდა რომ მან რაოდენობასაც თურმე ქონია მნიშვნელობა, ხო თქვა და ამიტომ ერთ-ერთი რაც უკრაინიდან კარგი თემა იყო და ეხა ევროკავშირიც მაგ თემას აწვება, ანუ თქვა არის უკრაინას აქვს IT არმია ეგეთი, თუ გაგიგიათ, არ ვიცი. ანუ აი IT არმია დაახსა მოხალისეების. თქვა და ანუ ყველა crowd funding-ს რო ეძახიან თუ რაღაცა, ვისაც გინდათ, ჩემო გვიერთით, მოდი ერთად დავარტყ. და უკვე ყველას თავისი ტექნიკა აქვს, თავისი მეთოდი აქვს, ყველაფერი მიწავიდა მასა, უკვე მაგას უკვე ყოველთვის აი რა უსაფრთხოება უნდა გქონდეს, რომ ამ ყველაფერს ერთად გაუძლო რა. ანუ ზოგი მოხალისე, ზოგი ამ შემდეგ და ევროკავშირმაც ახლა დაიწყო თქვა კიბერსოლიდარობაზე. არის რაღაც აქ ზუსტად სახელი არ მახსოვს, მაგრამ კიბერრეზერვები, ერთმანეთის დახმარება იმის დროს, ხო თქვა შეტევების დროს ხო უფრო დიდ თემებზე სხვა რეგულაციებია, ხო თქვა პოლიტიკურ კრიზისებზე და იმერა არის ეგეთი აქტი, აი შიდა ბაზრის რეგულაცია და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ კიბერმძაობა, იმიტომ აქამდე ევროკავშირს ეს უფრო ქონდა ფიზიკურ ინციდენტებზე რა, ანუ თქვა იგივე საბერძნეთში, როცა ხანძრები იყო 2023-ში, იყო ნუ ამათი crisis preparedness response, როდესაც მთელი ევროპა გაერთიანდა ხანძრების ჩასაქრობად. მაგრამ აი ესე უცებ შეყარო ხალხი და უცებ დაიცვა თავი, იმიტომ რომ აი ნუ შეიძლება ეს შეტევა ანუ შეტევებს ჩვენთან როგორ არის, რომ არის რაღაცა ჩუმად როგორც ჩინეთი თქვა ძის და აი თქვა შეიძლება ვერც გაიგო ცხოვრებაში რომ გიტევდა, არ არის ინტერესი რა, უბრალოდ ძის და აი თქვა უსმენს ჩვენ თავრობას ასე შარსადო. ანუ სხვა თავრობას უსმენს და აინტერესებს რა აზრის არის რაღაც პროექტზე, რაღაც თქვა ისრაელზე თუ იმაზე, ამაზე და ნუ ყოფნის რა თავისი შპიონური იმისთვის, ანუ რაღაცა თემისთვის. ან ერთი-ორი დისიდენტი გამოიჭიროს და არის აი ეს მასიური შეტევები და ყველა მოულოდნელი. ესეთი და პლუს კიდე ჰიბრიდული და ასე შემდეგ, ნუ ჯერ ასეთი დონის ომი ჯერ არ ყოფილა. და აღმოჩნდა იმის რეალობის წინაშე, გინდა ევროპა, გინდა ნატო, გინდა ყველა, რომ აი ესეც შემთხვევაში
ვერც ერთ ქვეყანა მარტო ვერ გაუძლებს. შანსი არის. უკრაინაც მარტო არ იყო, არც ეხლა არ არის მარტო, ანუ ყველანაირი სანამ წამოიწია და მოწინააღმდეგეებიც აქტიურობენ. როგორც ჩვენთან უფრო რუსეთს საუბრობენ, მაგრამ რუსეთიც იხმარს კარგად, გინდა ბელარუსს, გინდა ჩრდილოეთ კორეას, დანარჩენებს ეხლა ხელი არ მინდა დავადო, თუმცა მეტი მოთამაშეა რა. ანუ აქ უკვე მიდის რაღაცა თამაშობანა, ბოდიში ხალხი ხვდება და მე თამაშობს ძალით იმას, უბრალოდ აახსნა რა. შენც რაღაცას აგროვებ კაპაბილიტებს, ისინი აგროვენ კაპაბილიტებს. მეთოდები, ტაქტიკები იცვლება წარამა რა. ამიტომ მან იყენებ უკვე რაღაც სცენარებისთვის, რას შემდეგ. უკვე ხელოვნური ინტელექტის გარეშე, დიდი მონაცემების დამუშავების გარეშე. ხო თქვა, ერთმანეთი მან უკვე არარეალურია ომის გინდა სიმულაცია, გინდა მზაობა. ჩვენ სამწუხაროდ სხვაგანა ვართ და ამიტომ ჯერ ეგეთ თემებზე ცოტა რთულია ახლა საქართველოს საუბარი სამწუხაროდ. ნუ მე სტრუქტურებში რა ხდება ვერ მოგახსენებ, მე ხა რაც გარედან ჩანს მაგას ვიდახ. დავით, ჩვენ სამწუხაროდ სხვაგან ვართ, ხო? ჩვენთან მიმართებითაც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. მაგრამ სანამ საქართველოზე გადმოვალთ, არ შემიძლია რომ თვითონ ხელოვნური ინტელექტის როლზეც არ გითხოთ, თქვით რომ დიდი მონაცემთა ბაზების დამუშავება ხელოვნური ინტელექტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. და აი აქ მინდა გითხოთ, ჩვენ ფილმებს უყურებით, რაღაცა მომავლის ფილმებს უყურებით, სადაც ხელოვნური ინტელექტი იყო. ეს ყველაფერი რეალობა არის ახლა, ხო? და თქვენ მუშაობთ ამ საკითხებზე, თქვენით გაცილებით მეტი. როგორ ხდება და სადამდე შეიძლება წავიდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება? ნუ იცით რა არის, ანუ აქ ძალიან მაინც ჯერ ლაგდება იქ თემა, ხო, სფერო, იმიტომ რომ ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს ეგრე GPI-ში მასწავლიდნენ 30 და რამდენი წლის წინ იყო, ხო, თქვა, ანუ ეს ხელოვნური ინტელექტი, ეს neural networks რო იძახიან ნევროქსელები ასე შემდეგ, ეს კონცეფციები ყოველთვის იყო რა, ანუ თქვა, მე უკვე ეს ფანტასტიკური ფილმები და ასე შემდეგ, ამიტომ ხშირად რთულია აი რეალობის თქვა იმისგან გადანაწილება, იმიტომ რომ თქვა იგივე ტრამპს გადავედით ჰასლოკინებს ახლა იმაზე აი თქვა კლაუდე რაღაცა ვერ დალაგნენ, არ მოიწონა და აი ხა თქვა იმიტომ რომ თურმე კლაუდს იქ OpenAI-ს თუ ვინც არის რა, არ აქვს მნიშვნელობა. უარი უთქვამს რომ რაღაცა kill switch-ები აქვს, თქვა AI-ში რომ თქვა ორი რაღაცა არისო, ნუ H-თან make სამთელე არ მეჭირა. რასაც ახლა გარე იმებიდან ორი რაღაცა გვაქვს ხელოვნური ინტელექტი შიკებსო, რომ ერთი რომ ავტონომია არ მივცეთ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზეო და მეორე არის რომ მასიურ ხალხის სურველანსზე, ანუ მონიტორინგზე და თვალთვალზე არ ვარ თანახმად. ესე იგი ეგ რაღაცა ის მგონია, რა ცოტა ზღაპარი მგონია. ხო, ნუ რაღაც ეგრე თქვეს, და ხოლმე ხელი მაგაზე. ხო, არ ვიცი, იმიტომ რომ ესე იგი გამოდის რომ დანარჩენები ვინც იქ დარჩნენ. ესე იგი იმათ თანხმობა თქვეს chat GPT-ებმა და ვიღაცებმა იქ ჩინელებს რა უყოთ, ხო, თქვა, ეხლა ევროკავშირი ცდილობს ეხლა თავის რაღაც იმების დაქოქვას, ხო, თქვა, მაგრამ ნუ ჯერ შორს არიან, ხო, თქვა, იმიდან თქვა რეალურად, ანუ იქ ბევრი თემა, მაგრამ მოდი მოკლედ რო თქვა, ხო, აი აქ ცოტა რეალობა და იმის ჰაიპის სად არის, როგორ არის, ჯერ კიდე გავიგებთ. ხო, თქვა, ახლა იგივე კლაუდე რო გამოვიდა რაღაც ახალი თქვა იმებით მეთოდებით გავუმარტივოთ მეთოდები, ხო, თქვა Fable მითოსი და რაღაცა წავიდა გაგორდა რომ იმას შეუძლია ყველაფრის გატეხვა და უცებ ამერიკა მაგძალა. ეხლა მიდი გაიგე ტრამპმა იმიტომ აკძალა რომ მართლა რაღაცა ის არის ბისტი გამოუშვეს რომ მონსტრი თუ იმიტომ რომ ნაწყენია წინა რაღაცაზე. ხო, თქვა, თან ეს გაბერილი აქციები, ფასები, სხვაგან წავედი, მაგრამ რას ვიძახი რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერ ყალიბდება, ხო, რა უნდა. ახლა ხელოვნური ინტელექტის ჩვენ უფრო ხედავთ ყოველდღიურად აი chat GPT, რა. რეალურად ხელოვნური ინტელექტის უკან არის მილიონი სხვა რაღაც
როგორ learning ალგორითმები იქნება თუ ასე შემდეგ, რომელიც სხვადასხვა ამოცანებისთვის ზოგი არის რომ ეძახიან prediction ანუ წინასწარ რაღაცას წაიმეტყველოს, ზოგს ეძახიან generative, თან რაღაცა შეგიქმნას. მე არის ამის ნაზავი. ბევრ ხელოვნურ ინტელექტში ყველაში თუ არა რა, ანუ reinforcement-იან, რო ჩართულია ადამიანი. და ოფიციალურად კონტრაქტი წვრილად რო წაიკითხო, იქ სადღაც ეწერება, უბრალოდ ჩვენ yes ვეძახით. ანუ რეალურად უფლებას იტოვებს ყველა AI-ში კი, რომ შეუძლია ადამიანს ჩახედოს, რომ ასწავლოს სისტემას უკეთ. ამიტომ რო უბრუნდებით სუვერენობას თუ რაღაცას, ხო? ხა გამახსენდა ისა, რა თქვა იმას, ინდური კომპანია იყო და ხელოვნური ინტელექტი რომ მოდაში შემოვიდა, გააკეთეს რაღაცა software builder AI თუ რაღაცა ეგრე საიტს ერქვა, რომ შეგიძლია შეხვიდე ხელოვნური ინტელექტი გეხმარება კოდის დაწერაში. და ხა ბევრი იმაში იმ წუთში ხო და რაღაცა მილიარდებზე გავიდა მათი რო დაგუგლოთ ეს ისტორია უფრო მაგარი იქნება მილიარდზე გავიდა და მე რაღაცნაირად გასხდა აღმოჩნდა რომ ხელოვნური ინტელექტი კი არ იყო 700 ინდოელი ინჟინერი იჯდა. და ერთად პასუხობდნენ და აგენტს ერქვა ნატაშა. ხო და ნატაშას აი კოდის დაწერა მინდა 700 კაცი ზის და იმას წერს. ნუ ხა გააკოთა თუ როგორც მოხდა ასე შემდეგ, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინა გვაქვს ამ ხელოვნურ ინტელექტზე. მან უბრალოდ კიდე როცა ეს ყველაფერი რთულდება ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებადობაზეც, ხო? ნუ ჩვენთვის ახლა ჩვენ უაზრო ამინც ვეკითხებით და კიდე ნუ რაღაც ისე ჯერ გამოყენებაზე არც მისულვართ, ხო, თქვათ რეალურად. ელემენტარულად ახლა ტექნოლოგიურად თუ გვექნება მე საშუალებები, ახლა დღეს მაგ თემებს ვერ დავფაროთ, მაგალითად თელი მსოფლიო ემზადება 6G-ისთვის. ხო, თქვათ, ჩვენ ვართ ჯერ 5G, რაც სხვათა შორის ჩვენ ტელეკომები სუდათ არ არიან, სხვებს რო ვადარებ, ხო, თქვათ, საკმაოდ კარგად, ნუ რისკებს უსაფრთხოებას არ შევეხები ტექნოლოგიურად. ხო და 6G მოდის. ამ 6G-ის მთელი უკან ტვინში არის ხელოვნური ინტელექტი, სადაც თქვათ, ნუ შორს რო არ წავიდეთ რა, aerial, terrestrial და space, აი თქვათ, დრონებზეც რო ინტერნეტი, ბალუნებზე, იმას ამ ყველაფერმა იმუშავოს, ხელოვნური ინტელექტი იქნება, ხელოვნური ინტელექტი არ ყოფილიყო, ასეთ ტექნოლოგიურ წინსვლას ვერ გააკეთებენ. ეხლა სხვა ტექნოლოგიები, რომელიც ეხლა ვითარდება და ერთმანეთს ხელებს შეუწყობს, იმიტომ რომ ერთია როდის მოვიდა რაღაცა და მეორეა იმ დროს კიდე რა იყო რა. ანუ მე მოვიგონე რაღაც ინტერნეტი მაგ დროს ჯერ დენი არ არის მოგონილი, ეგეთ თემაა რა. კვანტუმი მოდის რა. კვანტუმ კომპიუტინგს ეძახიან, სადაც შორს რა წავიდე, კვანტუმი ცალკე თემა, უბრალოდ თუ გაასმაგებს და გაათასმაგებს სიჩქარეს რაღაცის გამოთვლის, ხო? ხო წარმოიდგინეთ რამხელა შესაძლებლობები ეხსნება, გინდა ყველაფერს რაც დამოკიდებულია აი დათვლაზე, გამოთვლაზე რა. ანუ ეს კვანტუმის იმედზე არიან, რომ ხელოვნური ინტელექტიც უფრო დაჩქარდება, ეს დაჩქარდება და ამიტომ თუ ეს 2-3 რაღაცა ერთდროულად მოვა 2-3 წელიწადში, ჩვენ დავინახავთ სხვანაირ სულებებს, იმიტომ რომ გამოყენებადობა, პრაქტიკულობა, ეხლა AI ძვირია. ზარალზე მუშაობ. უბრალოდ რომ დაითრიონ და რაღაც მომავალ არარსებულ აქციებს იმას მომავალს ყიდიან ეხლა, ხო, თქვა, იგივე SpaceX-ი რო ზარალშია, ტრილიონერი გახდა მასკი. დღეს მე მგონი აღარ არის, მაგრამ გუშინ იყო. ხო, თქვა, ანუ ყიდიან უფრო მომავალს, ვიდრე რეალურად რაღაცა მოაქამ ხელოვნურ ინტელექტს ტერიტორიაზე. როდის სხვაგან წავედი, მაგრამ არა, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მან კითხვა არის მუდმივი ისეთი, რომელიც ის წიგნში იდგა, დგას და დადგება ყოველთვის, რომ ადამიანი სად არის, ხო? ანუ დაზღვევა რა არის ამისი, რა თქვენ კითხვით, რომ იქ სადღაც წვრილი შიფტით წერია, რომ humans აქვს უფლება და ასე შემდეგ, მაგრამ ვინ არის მონიტორინგის გამკეთებელი საბოლოო ჯამში აქ, ხო? რაც მაგალითად აი ხო რო დაუბრუნდეთ მაგალითად ბრძოლის ველს უკრაინაში ჩვენ დავინახეთ რომ მაგალითად ერთმა დრონმა ავტონომიურად ჩამოაგდო მეორე დრონი და ის რომ მაგალითად მოწინააღმდეგის სანგარი უბრალოდ მუხლუხოიანმა დრონმა აიღო. ანუ უკვე ხედავთ და ხედავთ იმ რაღაცა დიდ მონაცემთა
სისტემას იმ ბაზებს, სადაც ადვილად ხდება, ძალიან სწრაფად ხდება, უпростоრედ გადაწყვეტი აღმოჩენა და გადაწყვეტილების მიღება, ანუ შემჭიდრობდა ყველაფერი დროში, ხო? ხო, ნუ დიახ, თქო. არა, მე უფრო აი საქართველოს მიტრიალებს თავში, მაგრამ ანუ დაუბრუნდეთ საქართველოს, იმიტომ რომ ხო, როგორ გინდათ, საქართველოს 10 წუთი გვაქვს დაახლოებით და სამშობლოზე ვისაუბროთ, ცხადია, იმიტომ რომ ფიზიკურ განზომილებაში 20% ოკუპირებულია და კიბერ სახელმწიფოში თქვენ გითხარით რა ხდება და კიბერ სუვერენიტეტი ძალიან მოდაშია საქართველოში ეს სიტყვა და აი კიბერ სუვერენიტეტის თვალსაზრისით რა მდგომარეობა არის, ეგეც კარგი იქნება, რომ ხო, ნუ ისევ გეუბნებთ, მან არის სააგენტოები, რომლებსაც უფრო აქვს ინფორმაცია, მე უფრო გარედან რაც არის, სადაც ეხლა თანამშრომლობ ხოლმე NDA-ებია და რაღაცებს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ზოგადად რეგიონი არის სუსტად, ხო თქვა, ანუ იმიტომ რომ თავის დროზე ფული არ ჩადებულა, თავის დროზე ენერგია არ დახარჯულა და ეს ისევ იძახი buy build თემაში რო აიღო, ანუ და ეხლა რაღაც 100,000 ხიფჩახი იყიდო, ვთქვათ, უკრაინელები მოიხმარო თუ როგორც იქნება, ევროკავშირში რო ყოფილიყავით იმედზე იქნებოდი, ხო ვთქვათ, ნატო იგივე თემა, ხო ვთქვათ, აქ თავისი რაღაც ისინი, ხო ვთქვათ, დამატებით. გარდა სტანდარტული აი ბრიკებს რო აშენებენ კედლების, რა ის ვთქვათ, NIS 2 ვახსენე, სერი ამ თუ რაღაცა, ეს არის ამათი ფუნდამენტალური საზოგადოების მედეგობის და უსაფრთხოების. აი მაგი გავშალოთ ბატონ დავით, მოდით რახან ესეთ როგორ, ანუ საქართველოს რო ყოფილიყო უფრო მჭიდროდ ინტეგრირებული ევროკავშირთან და ნატოსთან მისი მოქალაქე და მისი ციფრული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი როგორი დაცული იქნებოდა, რამდენად დაცული იქნებოდა, ან საერთოდ როგორი იმუშავებდა, რა დაჭირდებოდა საქართველოს ამისთვის, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნუ მე მგონი თანამშრომლობა მინიმუმ ნატოსთან ჯერჯერობით გრძელდება, ხო თქვათ, უფრო ვიწრო კონტექსტში, რაც ჩვენთვის არ აჩანს, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენი სამხედროები იგივე ვთქვათ სხვა ტალღაზე არიან და გრძელდება ეს თემა, მე უფრო სამოქალაქო სექტორის ამბავში გაცილებით უფრო ფართო ეფექტი ექნებოდა, იმიტომ რომ ერთი გამოცდილების გაზიარება, ხო თქვათ, მეორე რეგულაციების წამოღება, ხო თქვათ, ეხლა მე ბიუროკრატიის მომხრე არა ვარ, მაგრამ ზოგჯერ არის რომ როდესაც ჩვენ თვითონ ვერ ხვდები რაღაც გასაკეთებელი გაქვს, სანამ რაღაც არ დაგიწერენ და თუ არა და დაგიჭერთ დაგაჯარიმებთო compliance driven ის არის, ანუ თქვათ, ჩვენთან უსაფრთხოების კანონი რო შემოვიდა ინფორმაციულის, თავიდან დატრიალდა ყველა, მე ნახეს არავის არ აჯარიმებენ თუ როგორც არის შესრულებაზე, ეგრე ყველა მიმასქნა. ეხლა მეორე რაღაცა მიიღო, ნუ არ მინდა ეხლა მე სხვაგან წასვლა, ანუ გვაკლია რეგულაციები, რეალურად გვაქვს რა ერთი-ორი რეგულაცია, მაგრამ რომელიც ასე ვთქვათ, განსავითარებელია, ეს მედეგობის აზროვნება, ეს რისკების თქვა კულტურა რო არა გაქვს და 9 წლის წინ რო თქვი და იგივე სულ ვიცახი, აი ეს საფრთხეები არ გესმის, შეიძლება ვიღაც ესმის ვიწროთ, მაგრამ ვიძახი რომ ყველა ორგანიზაციას უნდა ესმოდეს ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი უკვე ევროკავშირში, იგივე ეს მაგალითად დორა შემოიღეს, Digital Operation Resilience Act. მართალია ფინანსურ სექტორზე ვრცელდება მხოლოდ, მაგრამ ნუ ეს ის მაგალითად, იმიტომ რომ ყველა NIS 2 რო თქვი, ყველგან არის აიწყება რისკებით. შენ რისკები არ გესმის, ხო თქვა? ანუ რეალურად აბა რა დავა პრიორიტეტო, ეს იცვლება დინამიკა, ნუ შეიძლება რაღაცა აშენო კარგად, მაგრამ ნუ ეგეც კარგია, ეგეც ხეირია, მაგრამ შეიძლება უაზროდ აშენებ, იმიტომ რომ სხვა რისკები არის და აი სახქმა. და საქართველოს ეგ თემა არ არის და ანუ რეალურად მაგას რო უყურებ, უფრო კი ეხა დატრიალდნენ რაღაც ISO სტანდარტები თუ ის არის რაც მისასალმებელია, მაგრამ იქაც ნუ აი ეს აზროვნება და პლუს იმის შეგრძნება რაც ევროპაში უკვე აღიქვეს. უკრაინამ მაგაში დაეხმარა, რომ აი მარტო ვერა რა. მე არ ვუბიძგებ კიდე იმას ინტეგრაციას თუ ის აი პოლიტიკური განცხადებებია თუ რაღაცა. მე უკვე ვარ ევროკავშირში, თქვენი კითხეთ. ხო და ხო, ნუ ეგრეა და ნატოც ეხლა ვერ გაიგებ რა ის არის, როცა გვჭირდებოდა ეხლა თვითონ ერთმანეთში გაერკვიოთ, მაგრამ მე ვიძახი რომ მარტო ვერ იქნება. ანუ დაანშე დასმე თვითონ გამოვიღეთ რა. ამ წუთში ჩვენ შეიძლება უფრო ვართ სხვა ომების, რა თქვა, პლაცდარმი.
დიდი შანსია რომ აქ ბევრი მოთამაშეა, ხო თქვა, იგივე ირანი იქნება, რუსეთი, თურქეთს რატო ჩამოაგდეთ თუ იმას, ამას, ნუ ეხლა სომხეთს აზერბაიჯანს რეალურად არ აქვს რესურსი. ხო თქვა, სხვისი დამხმარებით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რა, არც აპეტიტი გამოუთქვამთ. თუმცა არ ნიშნავს რომ სხვა ქვეყნებს არ იხმარენ ამ ერთმანეთთან რაღაცა, ხო თქვა, დისიდენტების დევნა იქნება თუ რაღაცა პოლიტიკური აზრების გაგება თუ რაღაცა ის არის, აი ეგეთ უფრო თემატიკაზე რა თქვა. ანუ რეალურად ჩვენ თუ ეს არ აღვიქვით, ხო, დღეს შეიძლება ჩვენ უფრო გვაქვს სატრანზიტო როლი. და ორმუზის თუ ჰორმუზის ყურე თუ როგორც არის, თლათ არა ვართ, მაგრამ შეიძლება რეგიონისთვის ვართ. ხო? ხვალ შეიძლება ისე აი ამ ვაჭრობაში თუ რაღაცაში დაინახონ აგერ კაბელი ყოფილა და აგერ ეს თემი გავმორთო და ჩვენ გავხდეთ ისევ რაღაცის საგან როგორც ორმუზის სრუტე არის დღეს. თუმცა ის მასშტაბი რეალისტები ვიყოთ, ის გლობალურია, ჩვენ რაღაცა რეგიონალური ტრანზიტული როლი. ჯერჯერობით აი ეს თემებია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს არც ციფრულად ვართ ისე. ხო თქვათ? კი არის ერთი ორი ნუ ეხლა მობაილ ბანკინგებში თუ რაღაცებში მაგრები ვართ და რაღაც თემები არის სადაც ვართ. აი მოქალაქის აი პორტალები თუ რაღაცები, ახლა წინა ვართ რა. მაგრამ ნუ ვერ ჩავთვლი რომ ჩვენ ვართ ციფრული საზოგადოება, რაც კარგია. ირონიულად თუ როგორც ვთქვათ, რომ არც ინტერესს წარმოადგენთ და არც ეფექტი ექნება ჩვენს ვთქვათ შეტევებს ჯერჯერობით. ამიტომ ჩვენ უფრო ინტერესი ვართ გვითვალთვალონ, გვამონიტორონ, პლაცდარმად გამოიყენონ ერთმანეთისთვის და პლუს კიდე პოტენციურად ეს რეგიონალური თემა ტრანზიტის, მეორე პატარა ორმუზის სრუტესავით რაღაცა გადამრთველი იყოს და ჩვენ ამ თამაში შეგვიძლია ესე გავაგრძელოთ, ან ცოტა ფასი ავწიოთ იმუნიტეტის, შეიძლება კბილებიც გავზარდოთ, რომ რამე რო იყოს მეც ეგრე არ დავრჩები, შეგაგინებ მაინც. ხო თქვა, ან რაღაცა სხვას მოვიხმართ, მაგაც მოვიყვან, აი ეს თემები ჯერჯერობით საქართველოში აი არ იძრება და პლუს კიდე ეხლა რაც უფრო გაციფრულდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რაც ანუ გეუბნებით, აი რა კარგი ყოფილა თურმე რო არ არის გაციფრული. რაც უფრო გაციფრულდება, მე საფრთხეც გაიზრდება თუ მეორე სხვა კიდე ისე გაფუჭდება მაშინ. და ანუ შენ როცა მედეგობაზე საუბრობ თუ რაღაცაზე, ხო, მაინც კი არ უნდა შემოგიდიონ, ხო, თქვა. ანუ ელოდები როდის გაფუჭდება, ხო, ადრე თუგან ეს მოხდება. ადრე თუგან, თქვა, ქონია შემთხვევები, რომ, თქვა, ვიღაცა დამთვალა და თავისი პოსტფაქტუმ არ უნდა იმოქმედო, ანუ ხო, აი, რისკები, კონტროლების ადეკვატურობა, ასე შემდეგ და ამიტომ გაციფრულება ეს არის ერთ-ერთი ახალი სივრცე, ხო, თქვა. ანუ რეალურად ხო და ეხლა ამის დეტალიზაციას მოვერიდები ეხლა, მაგრამ მე იმედია გიპასუხეთ და ამის რაღაცა აი არის მამოძრავებლები, რომლებიც ჯერჯერობით გვაკლია, მაგრამ აი როცა არ გაქვს შენ თვითონ კაი გავერნანსის თუ კაი რისკების რაღაცა კულტურა, ზოგი ჭირი ისე მაგებელია, მაშინ რეგულაცია გჭირდება რა. აი ისეთი არ გააკეთებ, მე შენზე მეტი მესმის არ გააკეთებ და დაგიჭერ, არ გააკეთებ და დაგაჯარიმებ, არაპოპულარულია, მაგრამ აი სამფეხა მაგიდა რომ წარმოიდგინოთ, ერთ-ერთი არის აი შესაბამისობა რა. მე იქნებ აზრე მოხვიდე რომ თურმე რისკებიც გჭირდება, ხო, თქვა, რომელიც მე ნაფიქრი, მაგრამ შენ პერიოდულად იცვლება და ყველაფერს რისკს ვერ დაუთვლი, ხო, თქვა. აი ერთ-ერთი თემა რომ დაუბრუნდეთ აი სუთა კოვის და მე მგონი დასასრულისკენა ვართ ალბათ. თქვენ გადაწყვეტეთ, ანუ აი მან ისე პირად მედეგობაზე გადადიხარ რა. აი ცოტა ზევით რო გადახედო ამ ყველაფერს. აი ხა მე არაფრის პროპაგანდას არ ვეწევ, მაგრამ აი ათონის ცაზე რო წახვიდე. იქედან სხვანაირად ჩანს აი ეს ჩვენი აი ეს რუტინები და ასე შემდეგ, მან რაღაცა იქნება კარგად, რაღაცა იქნება ცუდად და ჩემთვის აი მაგან ძალიან იმასქნა რომ პირადი მედეგობა, ხო თქვა, ყველა პოულობს თავის იმას, ხო თქვათ. აი იმდენად თურმე ყოფილა მნიშვნელოვანი, იმიტომ ხან მოიგებ, ხან წააგებ, ხან რაღაცა და ჩვენ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულები. ჩვენ ვართ ერთმანეთთან რაღაცა იმაში. იგივე მე რო თუ გინდა რომ დაგიცვა, დაცვა ვარ თუ სამხედრო თუ რაღაცა. მეც ხომ აქვს რაღაცა მენტალური ისა, ხო? ოჯახზე უნდა ვიფიქრო, ჩემს სტრესზე უნდა ვიფიქრო. ერთი ასტრონავტი იყო
არის ბრიტანელი ტიმ სახელი არ მახსოვს. დროში დრო ამოგვეწურა პრაქტიკულად. დავით, კი ბატონო, პრაქტიკულად ამოგვეწურა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და შემოგთავაზო აუცილებლად გაგრძელება ჩვენი საუბრის